კიდევ ერთი სიახლე სტარინგ ჯორჯიას ეკოსისტემაში. მალე საქართველოში ყველაზე დიდი დინო პარკი, დინოტოპია გაიხსნება, სადაც 50-ზე მეტი დინოზავრი და პრეისტორიული ხანის ქმნილება იქნება წარმოდგენილი. დინოტოპია შეკვეთილში ციცინათელას პარკის მიმდებარედ განთავსდება და იქნება თანამედროვე, შემეცნებით გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის და შავი ზღვისპირეთის დამსვენებლებისთვის. პროექტისთვის მიწის ნაკვეთი ფონდი ქართუს მიერ საჩუქრად სახელმწიფოს გადაეცა. ფონდი ქართუს გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის განცხადებით, გარკვეულ მედია საშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია, როგორც მიწის ნაკვეთის ფართობის, ასევე კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ. აღნიშნულ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ოპონენტები მიზანმიმართულად ებრძვიან ყველა კარგ პროექტს და ახალ წამოწყებას. ჩვენ მოგმართა სახელმწიფო ორგანიზაციამ სტარინგ ჯორჯიამ, მოგეხსენებათ, რომელიც მართავს სახელმწიფო აქტივებს, მათ შორის ბლექსი არენას და მრავალ სხვა აქტივს. მათ აქვთ საინტერესო პროექტი, კონკრეტულად ეგრეთ წოდებული დინოტოპიის ტიპის პარკის მოწყობის პროექტი. მოეწონათ მიწის ნაკვეთი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენს სტრუქტურაში შემოვალ ერთ-ერთ ორგანიზაციას და გადაწყდა ამ ნაკვეთის გადაცემა სახელმწიფოზე, მათივე, ანუ სახელმწიფოს მხრიდან ინიციატივის გამოჩენის შემდეგ. ბუნებრივია, ჩვენ სტრუქტურაში, ანუ ქართულ სტრუქტურას გულისხმობ საქველმოქმედო საქმიანობას ფონდი ახორციელებს, შესაბამისად ფონდმა გამოისყიდა იმ საბაზრო ღირებულებით, რაც იყო ის ნაკვეთი იმ ორგანიზაციიდან, იმიტომ რომ ის ორგანიზაცია ფუნქციონირებს თავის, ასე ვთქვათ, კომერციულ საწყისებზე. ჩვენ გამოვისყიდეთ ეს მიწის ნაკვეთი და შემდგომში ვაჩუქეთ სახელმწიფოს. ანუ არის პირწმინდა მარტივად, ასე ვთქვათ, განხორციელებული ტრანზაქცია, ეს არის ქველმოქმედება, არის საჩუქარი, რაც ფონდმა გაუკეთა სახელმწიფოს. სხვადასხვა სიუჟეტებში იმდენად არაპროფესიონალურად და იმდენად ასე ვთქვათ, აბსურდული იყო ყველაფერი, რომ გაათმაგეს ტერიტორია. ანუ იდეაში რომ იკითხო, ეყნობოდნენ იმ ამონაწერს, რაც საჯარო რეესტრში დაფიქსირდა და იქ ნულების დათვლაც არ იციან. 2.7 გექტარი იყო ეს ნაკვეთი და არა 27 გექტარი, რაც გაჟღერდა. მაგრამ ეს ზოგადად ეს ძალით ჰიპერტროფირება და გაბუქება ყველაფრის, ეს ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათია შესაბამისი მედიების და იმ ექსპერტების, რომელთაც ასე ვთქვათ, მათ გვერდში უდგათ და ეხმარებიან ამ აბსურდული ბრალდებების გავრცელებაში. სტარინგ ჯორჯიას ეკოსისტემას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პარკი შემოემატება, რომელიც რეკრეაციულ სივრცესთან ერთად იქნება გასართობ საგანმანათლებლოდ და მას ჩვენი გულშემატკივრები სულ მალე დინოტოპიის სახელით გაიცნობენ. აღნიშნული პარკი მოეწყობა ციცინათელის პარკის მიმდებარედ და ეს სწორედ ის ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო ფონდ ქართუს მიერ გადმოეცა სახელმწიფოს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ფონდ ქართუს, რადგან მათი დახმარებით არაერთი მნიშვნელოვანი სივრცე შეიქმნა შეკვეთილში. მესმის, რომ ცოტა რთულია გარეშე თვალით ამ ყველაფრის აღქმა, მაგრამ ჩვენ სტარინგ ჯორჯიას გუნდისთვის ეს ძალიან თვალში საცემი და მკაფიოდ შესამჩნევია, რადგან პირველივე დღიდან გაცნობიერებული გვაქვს, თუ რატო აშენდა ყველაფერი იქ, სადაც აშენდა და ზუსტად კარგად გვაქვს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა მიზიდულობის ძალა შეიძლება გქონდეს საინტერესო ატრაქციებს. გვჯერა, რომ მრავალფეროვანი პარკების დახმარებით კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი კურორტი გახდება შეკვეთილი, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართუს საჩუქარი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს არის ყველა იმ ადამიანისთვის, როგორც ქართველისთვის, ისევე უცხოელისთვის, რომელიც გეგმავს შავი ზღვისპირეთში დასვენებას და კონკრეტულად შეკვეთილში. ბიძინავანიშვილის ოჯახისთვის ეს ახალი არ არის, ქართუსთვის ზოგადად ეს ახალი არ არის, მაგრამ მეორე მხრივ იმასაც ხედავთ, რომ ისინი აგრძელებენ თავის საქმიანობას, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმიანობას, არც ერთი, რა თქმა უნდა, ასეთი თავდასხმა მათ ამ საქმეს არ გააჩერებს. აქ თავარი უბრალოდ არის, რომ საზოგადოებამ ჯანსაღად შეაფასოს თითოეული ეს პროცესი. ადამიანები, რომლებიც და ჯგუფები, რომლებიც კარგს და სასიკეთოს აკეთებენ ქვეყნისთვის და ადამიანები, რადიკალები, პირდაპირ დავარქვათ, ისინი ვერ იქნებიან პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური რადიკალები, რომლებიც თხენიადან ცდილობენ ყველას დაზიანებას, ვინც ამ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. არ არის პირველი შემთხვევა, თქვენ იცით, რომ არაერთი ასეთი ობიექტი შექმნა ბატონმა ბიძინავანიშვილმა და შემდეგ გადასცა სახელმწიფოს და ყოველ ჯერზე ასეთი ქველმოქმედების ფონზეც კი ოპოზიცია ახერხებს ხოლმე სპეკულირებას, რაც მათ სახეს ემეტყველებს, თუმცა საბოლოო ჯამში თქვენ ხედავთ, რომ ამით ისინი ვერაფერს აღწევენ, გარდა იმისა, რომ ისევ და ისევ საზოგადოების თვალში ხდება მათი დისკრედიტაცია.